და დაახლოებით 9 საათის წინ გავრცელდა ცნობა, რომ კობა დავითაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს. გორის სამხედრო სამედიცინო დაწესებულებაში ქრონიკის გადამღებ ჯგუფში შესვლის საშუალებას არ აძლევენ დაცვის თანამშრომლები და ექიმები. საავადმყოფოში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის კობა დავითაშვილის მიყვანის ფაქტზე არაფერს ამბობენ. დაცვის თანამშრომლებმა ჰოსპიტალში არც დავითაშვილის ადგილობრივი ნათესავებს მისცეს შესვლის საშუალება, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა. ამ დროისათვის გაირკვა, რომ რამდენიმე წუთის წინ სამხედრო სამედიცინო დაწესებულებაში დავითაშვილის დეიდაშვილები შეუშვეს. რატო არ შეიძლება შემოსვლა? კობა დავითაშვილი აკავ თუ არა მოყვანი? არ ვიძლევით ინფორმაციას. არ არის, არ ვიცი ზუსტად. შეიყვანეთ ეხლა ვინმე დაშავებული. არა უნდა შეუყვანეთ ძიძირობით. და არ შეიძლება ჩვენი შესვლა? ბრძანება მაქვს, არავინ ინტერვიუ არ ჩამო. ვისგან გაქვთ ეს ბრძანება? მეთაურიდან. ვინ არის მეთაური? იქნებ შეათანხმოთ, რომ იქნებ გვიშვებენ, ხო შეიძლება არა? შეიძლება, რა კამერა გავციეთ და გაგიგო. შევათანხმებ და მე შევათანხმებ და გაგარკვეთ მე რა. გამოდით და რა სარგიშონე, გამოდით ხატო. რა სარგიშონე რა, აბა. ხე გაგე. Ხორჯულებოთ, ხე თადისებოთ, ხე სატანებოთ. რავი, ქართველები ვის ამბობთ? აბერები კითხე რატო არ გვაძლევენ შესვლის საშუალებებს? რატო არ უძლევენ სტატისტები სამოწყვეტილი? რა ინფორმაცია გაქვთ კობა შესახებ? ცუდად არის განაო. ცუდად არის და სხვაგან ინფორმაცია უნდა გქონდეს ამაველი სახელიდან. რეგავე და რეგა ტელეფონები არ გაჩერდა. როგორ ახლა სტარებების კარ. გაგაცექლეს კარ. აი, ვიღაცა მასწავლე მათანე ჯერა. გამიშუნა დაწყნადები მე ხარა. ხარა გამიში. ამის სიმწოდე ვაჩენი მოხდა. აუგებიო მაინც რა და როგორ არის? ამის სიმწოდე ამას გაჩინი კამეროსანი მოყოლი ყრე. ჰა? ესე დაგვეგრია, დაანგრიო ქვეყანა. ჰა? ჰა? ძალიან ცუდად არის ეგრე გავიგე და სხვა რა გავიქნა. იცი დაზუსტებით რომ გორის ჰოსპიტალში ენა. გადმორეკეს უყველგან და ტელევიზორში გამოუცხადებიათ რომ აქ არის ჰოსპიტალში ძალიან ცუდად არის. ეს ჯერჯერობით ვერ შედიხარ. აბა გიჩვებე. ვიყავ ელევას ბაზრობაზე, უნდა მეყიდა ჩემთვის რაღაცებდა შემეძინა რა, ვათვალიერებდი და მაღაზიაში შევედი. დავითაშვილი შემოვიდა, რამოდენიმე თანხმლებთან ერთად გენერატორი უნდა ეყიდა. და სანამ გამყიდველმა რაღაც შეფუთო რაღაცებს აკეთებდა, ტელევიზორს უყურებდით ამ ყველაფერს გადმოცემდნენ და შემოწვდნენ. რავი, რამდენი იყვნენ, შეიძლება 30-40 კაცი რა. გარეთაც იყვნენ კიდე და სულ ყველამ ვიყავით, სულ ყველა გვცემეს მაღაზიაში. გარეთ, მაღაზიის გარეთ ვინც იდგნენ კიდე. ნუ ასე თქვა დაინტერესებული პირები რა და კობა დავითაშვილი გამოიყვანეს მე გარეთ, თან მოაცროდნენ, თავია გაჭეხილი, სისხლით არის მორჭული. ბატონი კობას თაცემი. ნუ სასტიკად, ყველაზე მაგარი ნაცემი ის არის. თუ ნაცემი ქვია კიდე მაგას, რა ვიცი. ჩასად არის. მარშრუტკაში ჩატენეს. ჩატენეს მარშრუტკაში და წაიყვანეს. არა, ფორმიანები არ იყვნენ. აი ისე ისინი ეცვათ, რა ვიცი. სამოქალაქო ისინი ეცვათ.